აი მოდი აგრესიაზე, აი ვიმშელოთ, ოღონდ მარტო კი არა, აი ორივე ვიმშელოთ. ერთი პიტი განვიხილოთ, მაშინ ერთი, რომელიც ისეთი აგრესორი იყო. იმენა кайფობდა, რომ ადამიანი დაეგლიჯა და უცნაურობა გითხრა. ერთ დედმამას რო რაღაცა ასწავლო კარგად. შვილს უკვე მარტივად ასწავლო. მართლა? აი ამას ურჩევდი ყველას რომ ეს გააკეთონ. ეხლა მართლა რომ მოხდეს აი საოცრება რომ მოხდეს რომ წარმოიდგინეს ჩემი და შენი პოდკასტი ისე გავარდეს რომ გულზე მოხდეს მაგალითად 10,000 ადამიანს პირობითად. აი ამ 10,000-მა ადამიანმა ეს რომ გაითვალისწინოს, უნდა მოსავიყო შენ გარეთ რომ გახვალ, შენ ამას იგრძნობ დაახლოებით ერთ თვეში. რო არჩევ სამომავლოდ ხა ვინც გვიყურებს და ვისაც უნდა რომ მომავალში იყოლიოს ძაღლი. რა უნდა გაითვალისწინოს როგორ შეარჩიოს ეს ადამიანი? ძალიან მაგარ წეს ვიტყვი ხა ისეთ მაგარს რომ თუ ამას არ დაიზარებს ადამიანი და გააკეთებს, მოკლედ მაქსიმალურად კარგ შედეგზე გავა რა. ძალიან ჭკვიანები არიან ერთხელ აი თვალიდან არ მომდის ქუჩის უპატრონო ძაღლის საქციელი ესეთი მაგასაც ვაჩერებ ხოლმე სადგომია და ეს უკანასვლით უნდა გამოვიდე და მე გავიდე ეზოდან და უკანასვლით რომ გამოვედი და ესეთ გასასვლელს გავუსწორდი აქედან მოდიოდა ეს უპატრონო ძაღლი რა ქუჩის და ცოტა ხნის წინ შემოვიდა ალიკაპების რეგულაციაც აი მაგაზე საერთოდ როგორ უყურებ და რა ვიცი მე გამიკეთე ალიკაპი იგი აი როგორ ჩემზე უყურებ იგივენაირად უყურებ ძაღლზე რომ მათაც აქვთ რაღაცა ცნობიერში ისეთი როგორც ჩვენ აი რაღაცა სულის ნაწილი თუ არ ვიცი რა არის ეგეთი რამე თუ შეგიმჩნევია გიფიქრია მაგაზე აი ხა დარწმუნებულიო შეიძლება ბევრმა კინოლოგმა ეხა ნახოს და რასაც ვიტყვი აი გაეცინოს და რაღაცა მაგრამ ჩემს არანაირი ის არ ექნება აი მაგალითად ერთ-ერთი ავიღოთ Hans Zimmeris A Way of Life Last Samurai საუნდტრეკის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტია